ვიდეოსათვის თუ ვერ მოვასწარი, მოკლედ დილანდელი, ალბათ უკვე ნახავდით, ეხლა სანამ ამ ვიდეოს ნახავთ. მერთო გაგვაქაჩინე რა ეს სიცხე. 9:30-ია, ჩემს ძმას ველოდები წუთით წამიწამზე მოვა. ვიდეოს ვინც ნახავდით, და ვიდეოს უკვე ჩაცმული ვიყავი ნახეთ, მაგრამ მე მივხვდი, რომ იქაც ხომ მაინც უნდა გამოვიცვალო, თან მანქანით მიდიხარ გოგო და მიდი ბარემ გამოიცვალე. ხო გამოვიცვალე სტანსაცმელი აქ ვიდეო გარეცხილი ჩანთაში რაღაცა სამსახურის ჩანთაში და ეხლა ვფიქრობ ფეხზეც ხო უნდა გამოიცვალო მანან მაინც მანქანით მიდიხარ ხო და ფეხზეც გამოვიცვალე ესეც წამოვიდე და მე რეცხა ეს არის ჩემი სამსახურის ფეხსაცმელი დავიცხე მაცვია თბილი ნასკები. იმიტომ რომ მაინც ცხელა, მაგრამ წყალი და ბიტონი და რაღაცა. წამიწამზე მოვა ჩემი ძმა და ვიდეო ტვირთავდი, მაგრამ სადღაც 5% არ იყო ატვირთული და მე ვერ მივაქცევდი ყურადღებას იმ მხრივ, რომ ვერ ჩავრთავდი კომენტარებს, ანუ ბედის ინაბარად ტოვებდი და წავშალე, ამიტომ მოვალ თუ არა მაგას ავტვირთო. აი მე არ შემიძლია არა ვარ სიცხისთვის დაბადებული მე და შესაბამისად ჯოჯოხეთის არა მოვკვდები იქ არა ყველაფერი მოვქნა იქ არ მოვკვდე იმიტომ რომ ის რაღაცა ორმაგად მტანჯველი იქნება ჩემთვის ეხა კაი იქნებოდა სიგრილეში დაჯდომა მაგრამ მე მომეხაზებოდა თმებიც ავიწიე ერთი ღერი არა მაქვს ჩამოვარდნილი თუ ჩამოვარდება გავგლეჯამ მოგლეჯამ ერთი კამდე მივიდი სამსახურამდე, შეგინთ რომ შეხვალი იგაღარა, ცხელა ხალხნო გრილა საოცრად, ერთი ეგ მატანინებს ხოლმე იყოფნა. აი მე, აჭამე ყველა სულიას. თუ რამე იქნებოდა, გახსოვთ წინაზე აქ რო წყალი გამომივიდა, სამზარეულოში რო გახეთქა. ხო ხალი გაყვანილობა დააყენეს რაღაცა ყველაფერი და გუშინ ბარბარის დაბადების დღეზე ვიყავით ჩვენ, ბარბარი არ წამოყვავ იქნებოდა. აი ქრისმის ხმა მეგონი მირეკავს დედა უკუხნაში იმ რაღაცა იმიდანო ისევ გამოდისო და სისტემა გათიშული ხასო და დღეს შევცვლელაშო ხო და მე დაურეკავ და ვეტყვი რომ წყალი თუ მოვიდა არ გადართან წყლის სისტემაზე იმიტომ რომ რაღაც საოცრება მოხდება ივანესაც მწერი ჯერ არ მომწერია ალბათ ძინავთ გუშინ ორი ოთახი იქირავეს 15 ევროთ, თვითონ 15 евро გადაიხადა და ერთ ოთახში არიან იოანე და ორი გოგო. მეორე ოთახში ორი გოგო. აიცი როგორ არიან იმ უცხო ქალაქში, ხო ერთმანეთისთვის სრულიად უცხოები არიან. ის გოგოები ერთმანეთს იცნობდნენ, მე მგონი ორმი. ადრეც ნამყოფები არიან სავარაუდოდ. ხო და ანუ ეხა არიან აი როგორც დაძმანი რო გაუშვა სადღაცას და სულ ერთად რო დადიო. თაყვანები. მე რაღაცა ნიავი წამოვიდა და აღარ არის. აი სტანსაცმელიცო. შეიძლება რომ გაიეხადო და ისე იარო პაპუასივით. შემიძლია რატო იგვიანებს. დღეს მე და მეგი ვართ. მე მეგი ეკა და ფირუზა. როგორი ტანხარ ხომ ამ სიცხეებს. სახში მაქვს მარაო. ეხა მარაოთი არ დავდივარ და რაღაცა, მაგრამ აი რო არ ვიცი მოხმარება მაგისი. ძალიან ბევრ ადგილას რო აღმოჩენი რომ მინანია, ეხა რატომ მარაო არა მაქვს. ეხა მარაო რა თქმა აქვს, მაგრამ ზოგადად უნდა გამოვიღო და ჩანთაში ჩავაგდო ამ სიცხეს, ხანერთ ვერ დაიცავ. მოდი წერტილო ჩემთან გეხვეწ წებიერთი ჩაგჭმიჭონო რა. რასაშვები ბიჭო. ეთი წერტილი ხადა მთელ ეკრანი დამალე. ეხა გახვალ იქეთ? აი
ნახე რა მაგ მოდი ჩემთან წერტილო კი ხვიტები მოდი რა მოდი ჩემთან პაწაწინა შირო შემოგევლო მართა არ ჩანხარ მე ძალიან საყვარელი ხარ აი მე როგორ უყვარ ხარ დედას თუ ბაბოს თუ რა ვიცი ვინა ვარ შენთვის აი მე არიტირო დედის ლამაზი ვინ გატირა შენა დღეს რომ მოვალ ვეცდები რომ TikTok-ზე შევიდე და ლაივი ჩავხდა იქაური იქ ყოფი საზოგადოებისთვის და თან იმას დავამთავრებ და ვთქვი რომ ანუ იმის გაკეთების პროცესს TikTok-ზე გავაკეთებთ ხო მოკლედ დღეს მივყავ სამსახურში უბრალოდ მე გამოცვლილი მივალსვა და მეგის მიცებ ჩანთას და ოთახში რო შევლენ გამოსაცვლელად ვიტყვი რომ ბარემ ჩემი წაიყოლე თქო ახლა ეს მოვიდა პანდა აი მე შენ თეთრი ისინი გიჩანს მოდი ნახე მე რა ნახე მოდი მოგიტყუო დედას ლამაზო ოდი აქ დაგიჭირე შენ ჩანხარ ნახე იმიტომ რომ თეთრი ბიჭი ხარ შენ სიცოცხლე ხარ და ის პატარა ყური რო თეთრია გოგომ დაიჭი მან ჩაპლინამ დაიცინა კუჭ წუხელი შეცხელოდა რომ იცი გაკოთურა ჭადი წუხელი შეცხელოდა რომ სადაც რამე კარი და ღრიჭო იყო ყველაფერი გავაღეთ საძინებლების კარებიც არ დავტოვეთ არავინ დახურული რომ ჩვენს კვაზნიაკი ყოფილიყო ნინოს შესასაცილოდ ძინავეს გადასაფარებელი გადაუსწორებია და ზედაწეს მიფხვით მარტო კამერის ისახარ მოგწონს პეწეწინა ვაი ეს ერთი კვირა საოცარ მატებას აჩვენებს იმისი გრადუსების და როგორი ბედნიერებაა ხაიქ რო ჩავალ მარილ წყალში სანამ ყავას დავდებთ მარილიან წყალს გავაკეთებ იქვე და ჩავყოფ ხელს თითქოს მირჩება უკვე მაგრამ მაინც სხვათა შორის გუშინ ჩავყავი თუ აი დაი აღარა აქვს ისეთი სიწითლე ვფიქრობ დავლიე მაინც ანტიბიოტიკი რა ვიცი რა ხდება მან უცხო კატები მოძრაობენ და თავიდან ის პატარა იაპონკა კატები გაუშვი მე შინოდა სხვათა შორის რომ კატებმა არ აღიქვა როგორც წიწილად ხო ათაზრდასრული კატები და შეხებიან ჩემები არ შეეხებიან ისედაც მაგ თემაზე საკმაოდ მკაცრად ვილაპარაკეთ ჩვენ წიწილებზე და ზოგადად შინაურ ფრინველებს რომ შეეხნენ და გარეთ აკატები რა ხოდადიან და არა გიორგი სად ხარ ეს არ არის ხმაზე ვცნობ რომ ცუდად არის დაიგვიანებენ ვიდეოს ავტვირთავთ შია აუსაყინური საზამთრო ვერცად ხორაბება შენ რატო დადიხარ კამერის წინ უზრდელო აშვერილი კუდით ახლა ცისადან თუ გაიქნებოდა ეხა გავგულებოდი მაგრამ ხო შეწონდი ეხლა მახსენდება ხოლმე თავიდან რომ ვიდეოების გადაღება დავიწყე აი ვითომ კეთილის სურველი ხალხი რო არის რომ აუ მანანა ღმერთო როგორ მინდა შენი მუკბანგი ვნახო როგორ და სიგნალოს
აბა არა სიგნალებს იცის რო ხავარ წავედით ნინო წამალი დალიე ძალიან დავიღალე 9 საათი არის საათ ნახევრის წინ მოვედი მაგრამ საერთოდ როგორ გავიდა ის ვერ გავიგი ძალიან გადატვირთული დღე გქონდა დღეს 7 იყო დაწყებული რომ წამოვედით მოვედი ახლა გეგმებს ვაწყობ რომ მივალ მეთქი სახში და უფრო კაია წყალს გადავივლებ მეთქი რაღაცა და მოვედი თუ არა ის იყო ლაშისაც დაემთავრებინა საქმე აი ეს გაყვანილობა რა რაღაცები კრანები იყო შესაძლებელი და ძველები და ეს გუშინ წინ დროებით და დღეს ანუ ისიც ამ წამს იმ წამს მორჩა და წამოდიბარემო წინაზე ის კიდე და პამიდორს ჭიქოები შევდვით და ავაბით რა რომ არ გადატეხილიყო და უკვე დიდი ისინი ჰქონდა ტოტები თუ რაც არის და მივაბით და წამობარემო ცოტაც ხო დაგვრჩავ და ის გავაკეთოთ აი მე მეუთხარი ოქონდეგა რა აი მეც მანდავარო მაგრამ ანუ ვაგზავნე წავედით თაიცი რა მომენტია აი მაგრაელავს რა ლამაზი იყო იქიდან მთელი იქიდან მხარეცა ჩანდა და ისეთი ლამაზი რომ რა იყო თან ქუხილი თან და რო დასწყო წვიმა მეთქი всё წავედით დაახლოებით 10 ძირი 10 ჭიგო ჩავაჭეთ და 10 ძირი პამიდორი ავაბით და ვეღარ მოვასწარით და თარო მაგრა დასწყლა შეგვიმოდები მეთქი ჭუკები დამისვლდებიან მეთქი და გავმოვიქეცით გამოვედი შევედი აბანოში და დავიწყე ბანაობა თან წყალი მოდიოდა დავიწყე ბანაობა და თავზე რო შამპონი გავიქაფე გამახსენდა რომ რა ქალო რა დროს ბანაობა ჭუკები დაგჭა ქალო და გავიხედე ვაიბი რა გავაკეთო ვიფიქრე და ის კაბა რომელთაც მოვედი მეთქი თან წყალი მოდიოდა შევყრის არეცხს თან მეთქი და ერთხელ კი მეცვა მაგრამ მაინც თქო რა შევაგდო გადავიცვი ამ კაფიან თავზე ესე იგი დავრბოდი და ლოკოკინასავით ქაფს ავტოვებდი გზაყვალზე აი მე ახლა ის არ მოგწვია ცველი ფეხს რო ფლოსტში რო გაგიცურდება და ფლოსტი რო წვივზე გაცვი არ მოგწვიათ ეგეთი ესე იგი ვეღარ ვიძრობდი ინდავრები ოდნავ დაინამნენ რა ეს წილად შევაგდე და აი საგიჟეს გიჟივით დავრბოდი ამ კაფიანი თავით მას სასაცილოდ უფრო მაგრამ ვიქაფ და სანამ აბანომდე მივედი ხო და ახლა კიდე მშიოდა და გამოვედი ხა ტოსტი გავიკეთე მშვენივრად შევჭამე და ვფიქრობდი რომ ხა მეთქი აი მართლა წავალ და დავწვევი თქო აი მართლა მაგას ვფიქრობდი და გამახსენდა რომ რამდენიმე დღის წინ ლაშამ აი ეს მოიტანა ქამასოკო და ძალიან ცუდოა მე ეს რო ეხლა არ გავაკეთო ისედაც რო იტყვი ძლივს გავაკაჩი და ამიტომ ჩემი დაძინება 9:30 საათით გადაიდო ივანეს შევეხმიანე და ჯერ პასუხი არ მომსვლია დღეს ივანესთან ვერ ვილაპარაკე რომ ინტერნეტი არ მქონდა თუმცა იქიდან ანუ ბარბარეს ვიკონტაქტებოდი და ბარბარეთით ვიგებდი იმიტომ რომ ბარბარეს წერდა და მე ინტერნეტი არ ჩავთემი ანუ
განაურელი არის დამენანა და რაღაცა რომ იქ არიჭერს მაშინ უნდა გამოხვიდე ახვიდე ზემოთ მხარეს რომ ანუ რაღაცნაირი დაბალი ის არის ანუ კი იჭერს ტელეფონი მაგრამ თვითონ ინტერნეტი ვერ იჭერს ტრიალებს ხო და არ ჩავთე მაგის გამო რომელი იქით გასვლაზე იყო ხალხი ლაპარაკი აი რო იტყვიან თავის მოსაფხანი დრო არ არის და ზოგადად ამ პერიოდში ეგ ყოფილა რა ეს ერთად შეყოლი პროდუქციაზე ხო და ბარბარის ურეკავდი რა ბარბარის წერდა და წესით უკვე დღეს უნდა მისულიყვნენ იმს ანუ უკვე უნდა ეხა ხო თვითონ ნახეს ეს და რაღაცა ბავშვებმა და ეხა უკვე ის ორგანიზაცია მიხედავს იმიტომ რომ საღამოს 6 საათიდან უკვე მას აქვს ვალდებულება რომ ბავშვები რო ჩავიდნენ მიხედა ანუ ესენი წავიდნენ ერთით ადრე რომ სოფია დაეთვალიერებინათ ხო და ჭამე თუ დავათვალიერეთო და მაგის მერე აღარ ვიცი მივწერე ხა და ის არისო საიტზე და შეიძლება რა ვიცი სანამ დაბინავდებია რაღაცა ხოდა ხაბარებს სანამ მომწერს რა ანუ რომ მომწერს მათი მაგას დავილოდები რომ გავიგო და როგორანაირად არის და დავწევი და დავიძინებ იმიტომ რომ წუხელ ხომ მაგრაც ხელოდა თან პლუს ნერვიულობდი რომ ანუ რომ ეძებდნენ სასტუმრო კაროჩე რო იყვია და და მე ხო იცით ზოგადად არ მეტყობა გარედან ნერვიულობა არა შიგნიდან მომჭამა ერთ სულმოქსანამ ჩამოვა რავი საშინელია გარემო მართალი ახლა რო იტყვიან გლიშში ცხვარი არავის გაუწყვეტია მარა არ გაწყვეტა მაგრამ ნერვიულობ რო და ის ხო არ არის აქვე რომ ჩააკითხო და მიხედო ამის ფეხებსაც წვავ ხოლმე რა მაგრამ გაუხეშებულა აზრი არა აქ ეხა ამას დავალაგებ თუ ხოლკაში ჯერ გავრეცხავ კარგად აი მე ხო წეღან რო შეველის გაქაფული ახლა წყალი დამიწყდა ხალხმა ზუსტად 1 საათი გამოუშვეს ალბათ წყალი კიდე კაი ბაკში აღებული იყო ამას შევალაგებ უწევ მაღალზე დავაყრი მარილს აი ესე ვალაგებ ხოლმე იმას ზეთს მოусმევ ხოლმე ჟარუნას დუღოლკაში წავ ხოლმე ესე ეხა შემიძლია მასში ყველი ჩავალაგა გოგო რა მაგრანი ჭირი ხარ დედა შეესყიდეყავ შენისთანა ანუ ჟარუნას უსვევ ხოლმე ზეთს ვალაგებ მე ამეებს ესე მიყოლებით რომ ის და მარილს ვაყრი ესე იგი ეხა ჯობია რომ ამაში ყველი ჩავდო ძვირფასად ხოლო სანამ ის გაკეთდება თან ჭურჭელს დავრეცხავ ბარბარის მაკარონი მოუხარში მე კვერცხით გაუკეთებია კვერცხისა გასარეცხი მაგ ტაფად ცალკე კომპიუტერზე ხართ მეყუდებულები რომ სინათლე გამოსცეს იმიტომ რომ აქ და რაღაც დებილი შუქი მაქვს ხო და ხა ისიც გასარეცხი მაქვს ისიც მაგაებზე ვეუბნები ხოლმე რომ შენ არ გარეცხო მეთქი ჯერ იმიტომ რომ ისეთი მასალა ხო იცით სახეხია შეიძლება და შეიძლება კარგა ვერ გარეცხოს ამიტომ მირჩენია მე გავრეცხო ხოლმე იმიტომ რომ ორჯერ და სამჯერ გასარეცხად ჩვენ წყალი არ ხოდა ეგრე ისე რომ მოვედი და ისე მშიოდა რომ მეთქი აი ჯანდაბას დიეტა არა ოისა 3 ნაჭერი ტოსტი ვთხლი შეხალხნო წვენთან ერთად და ყავაც მინდოდა მაგრამ მივხვდი რომ ყავის თავი არა მაქვს ანუ მოდუღების და იმის დალევის ის არა მაქვს შეიძლება მოვიდუღო სანამ ეს გაკეთება მაგრამ დაბანილი ვარ და არ მინდა სველი თავითავს ივარ ახლა პალმი და ის აყროლებული სველი გამივიდეს აყროლებული რა სოკოსვილი მიყვარს მაგრამ ეხლა დაბანილზე რო ეს
გაგეჟღითება არა, ანუ შევდებ დუხელკაში და მე ავალ მაღლა. ხალი მიდივარ მარშრუტკით მე. უნდა წავიღო შამპუნი. პაცა წინა ბოთლით მეოქს ხოლმე სასტუმროდან აი სპეციალური ბოთლი წამოვიღე ის სასტუმროში რო არის ხოლმე 2 ცალი და ერთი დავკარგე. და იმ ერთში ვასხავ ხოლმე შამპუნს. ისეთი პეწეწიდა. ხალე უნდა ვიბანაო და ის წამოვიდი, იმიტომ რომ მარშრუტით უნდა წამოვიდეთ. აი ბერედა. შეეხება ოთახს ნაწილობრივ მაქვს დაცლილი. ეხლა ვფიქრობ ხალხმა, აი ესეთი მდგომარეობით რომ მოვალ იქედა. აი ესე. აი ხა უბრალოდ მართლა უბრალოდ აი ვინუჟდენში. ვინუჟდენი რა არის? ანუ სხვა გზა რო არ გაქვს რა. იმიტომ რომ ხვალ ეს აღარ ევარგება და თირკმელა გადაიხადა მე მგონი თირკმელით. ეს რო გაფუჭდეს. იმ ნეკნს დაიბრუნებს სავარაუდოდ ჩემგან ლაშა, რომელიც ოდესღაც ჩემთვის ღმერთმა გამოვარდა. ეგევე ნეკნზე გადამავტვრებს. ეხლა რამდენმა დაიჯერეთ. სოფოს გავუხარდებ ეხლა თუ მისმენს, იმიტომ რომ სულ იმასთან ნატრობს ერთხელ როგორ არ ვერ უნდა ვაცემინო შენი თავი ლაშას. ხო და გახსოვს ერთი მართლაც შორის მაშინ ერთი ადამიანი დავბლოკე. აი უცბად რო იქ რო ვიყავით საქეიფო ოთახში და ბულინგის კადრები მეთქი რა რაღაცაზე ავისავქენი რომ აღჩობდა და გავუშვი კადრები. ხო ისა ერთს ნამდვილი ეგონა ჯერ წარმოიდგინე ქმარი მახჩობს და ამას ძალიან ელემენტარული ხომ დაიფიქრო ხა ამ მაშინ არ მეთქვი ეს იმიტომ გამეცინა და ეხა უცბად გამახსენე რომ ვაიმე და ერთმა კიდე ეს რანაირი ხუმრობა იყო. ოღონდაც არა. აი როგორ ვიდერდი ეს დღეები ღმერთო ჩემო რომ აიმე ღმერთო ჩემო ზოგმა ხუმრობა ვერ გაიგო მეთი და რაღაც. ხო იცით ეგეთ რაღაცებზე აცრილი ვარ кайხარ. და შეიძლება იმ ხელნაკეთ ნივთებს კიდე ხელი აღარ დამიდია. ხვალეთ ძალიან ბევრი საქმე მაქვს გვაქვს. სავარაუდოდ ხვალეთ ესე გაუბედურ გათანგული მოვალ. ხო და არ მექნება არანაირი არაფრის თავი. აი 4 შაბათს შეიძლება ეხლა რასაც გადავხედეთ 4 შაბათს შეიძლება რომ ცოტა საქმე გქონდეს. შეიძლება. ანუ ცოტა საქმე ნიშნავს რომ სიტყვაზე ეხლა დღეს რო 7 საათზე ვიყავი სახლში შეიძლება უბრალოდ მარშრუტით რო წამოვარ, ეხლა გზაში ხომ მაინც გვინდა 1 საათი რა თავის იქიდან გამოსვლიანად და შეიძლება 6-ზე მოვიდე, ანუ არაფერი ისეთი დიდი ხოი. აი ეს რა კარგა გავწვენი ისინი, ამას რაღაცა შიგნით აქვს ჩაბურუნებული ეს ქუდი. რა კარგა გამახსენდა ყოლის ჩადება. აი ეს რა ხმა არის მაინტერესებს, რაღაცა წივლის ხმა ისმის. ბუა ესეთ ხმას არ გამოსცა. ისეს რომ შევდო და ლაშას უთხრა რომ სადღაც 9 საათში გამოსთას არა. ორად შეხება ამ თითს. სიწითლემ გამიარა, დამავიწყდა ლაშასთვის რომ დამერეკა და მეთქვა რომ ანტიბიოტიკი მიყიდე მე. დღეს რამდენიმეჯერ შევეჭო, აი აქ შევეჭო, აი აქ შევეჭო და აქ შევეჭო და აქ შევეჭო ფხა. იმ წუთას გამოვიწრობდი იმ გახურეტილ ხელთან, მას გავიქცეოდი სპეციალური ხსნარი, ანუ სპეციალური საპყრები არის, რაც თევზის სუნს იდეალურად აცლის და კარგ გვანს. იმით ვიბან იმ წუთას, ეგრევე სველს დავიბერტყავ ხოლმე და მე სადეზინფექციო ხსნარით დავიმუშავე კარგად. მე ახალ ხელთან მას ეგრევე სველზე სადეზინფექციო ხსნარიანში ჩავიცვე ხოლმე და ძვირფასად. ეხლა ნახეთ რა ხდება. ანუ ხანდახან საჭირო რაღაცა რომ მოგივიდეს. იმიტომ რომ მე მიხვდები რომ
ის სადეზინფექციო ხსნარი ზუსტად მაგისთვის დაგიყიდა უფროსმა, რომ აუ პატარა ბავშვი თქონი მიდიყოს და დაგასხავს. ქალ შეგერჭო პირველად დახმარების 2 ცალიყუთი, ერთი მოძრავი და ერთი კედელზე, სპეციალური ის. ხო, მართლა ჩვენმა ცეხმა გაიარა ყველანაირი შემოწმება. სურსათი, შრომის ინსპექცია და რავი რაღაცეები, 14 პუნქტი და წინა კვირას და ისა. ორშაბათს უნდა გაიგოთ პასუხი. რომ აბა ჩაიბარებდრე თუ არა ცეხს, მთელი აღარიცხვებით, იმიტომ რაღაცა პატარ-პატარა იყო გასაკეთებელი, გააკეთა, ყველაფერი აბსოლუტურად დაჟე ხო გითხარით ფეხსაცმელებით ის სპეციალური გვაცვია გვიყიდეს, აი მოიტყვია ყველაფერი და ორშაბათს უნდა გაიგოთ პასუხი და მოვიდა ბედნიერი უფროსი, რომ ჩაიბარეს ცეხი და 1 ლარიც კი არ დაუწერიათ ჯარიმა და გამიხადა, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი არის ეგეთ გარემოში რომ მუშაობ, რომ იცი რომ არსად დაღვა არ არის. ხო და ყველაფერი გაქვს წინ. შეგერჭო, გაიჭერი, ყირაზე გადახველი, მიდი, ის გასაშრობად ხო არ კიდია, მიდი. დაიმუშავე. თან სადეზინფექციო იქ კი არ არის, ანუ სადეზინფექციო სადაც იქ დიდი ბანკით არის სპეციალური დასაწოლეთ. ხელისაბანთ. მიდი. არ მიხველი, აი ეხლა ხო დადიხარ შედივრად, დღეში 9 ჯერ. ეს რომ მაშინ გამეკითხებინა, მე ესე დღეში არ ჩავარდებოდი. იმიტომ რომ ის შხამიანია. კი, შხამიანია, მithumetes ის სისხლი და ის სისხლიანი რომ შეგერჭობა. აი მაგიტომ უნდა სანამ ბოლო მოგეღება, მანამდე უნდა მოუფრთხილდე თავს. მithumetes საშუალება რომ გაქვს. მე ამ საშუალებაზე გამახსენდა ახლა ისა ნინო უნდა წავიყვანო კბილის ეკი. ალბათ ხუთშაბათს დაურეკავ ლელას და ჩავი. ქვემოთ აკბილი ამოვიდა და ზემოთ ასწია იქ მამაჩემთან. თითქოს უნდა ჩამოსდრეს, მაგრამ აბა ისე მყარათ და ჩამოვაძროს რა. ნუ დაებრიცოს ის. წინაზე ისე ცუდად იფრთხნებოდა, ამდენი ხანი მომდი არ მახსოვს. თან დილით სამსახურში უნდა წავსულიყავი და მთელი საათნახევარი მომდი ამის გაფრთხნას. ისე თქვენ შეადარებით ვიდეოს დასაწყისი როგორ ენერგიულად კარებთან დავიწყია და დილას შვედეთ ენერგიულად გავვარდი. მაგრამ აი ეს ლოკო კიდესავით მოვიდი. თან გამეცალეთ მეტი. დედა ახალ მორჩა. არ ვიცი სად TikTok-ში ვნახე კადრები, ახლა სანამ ისა საჭმელს ჭამდი. სადღაც ეს საშინელება ქნა მან წვიმამ და თან კითხულობენ სად კაციშვილი პასუხს არცებს, ანუ ელემენტარული ვიდეოს რო იღებ და დებ. რო სადღაცას რო ყირთამალა დასცა წვიმამ, ხალხს ხო რო გეკითხება, ელემენტარული დააწერი ადამიანს სად არის, რომ გულგახეთქილები კითხულობდნენ, რა ხდება, ხო მშვიდობა, ხო არ დაიხოცეთ, ხო ვინმე არ დაშავდა. ანუ ზოგ საერთოდ შეიძლება ფეხებზე ეკიდოს, მაგრამ ზოგი ხო ნერვიულობს, არა? დააწერი შეკაი ადამიანი, რომ ეს გადაიღია და არავინ დაშავებული. მე რა შუაში ვყოთ, ხო არიან ადამიანები, რომ შიშს საყვებიან ხოლმე და აი ხა წეღან ისეთი ჭიქაქოხილი იყო და ისე გრუხუნება და ცარო, ანუ სხვა არაფერი. წინ არა ყოფილა, ის დასცხო, აი წეღან გითხარით, კათები დამისვენდნენ მეთქი თუკები დამინამდნენ და ეგე დავრბოდი, აი ის სადღაც 10 წუთი იწვია. ხო და ვიღაცას ხო ეშინია არა, ვიღაცასთვის იცი რა ხელა ის არის ეს, რომ შეიძლება რავი შიშებით რაღაცა ფოთვები დაიწყოს, ხო ის ჩვეულებრივი მოვლენა არის და ელემენტარული რა ვიცი, უნდა იფიქრო რომ დაწერო რომ აი რაღაცა ან არავინ დაიღუპა, ან რაღაცა არ არის საქართველოში, ან რა ვიცი. იმედია მართლა არავინ დაშავებული.
გამორჩა. გავედით და მეშველა ბოლოში გავედი ხალხო. წავედი ხარ ხელა ვიდეო გამომივიდა მეც და წავედი ბევრს აღარ მოგაცდეთ არც თქვენ. აბა ძილინების აბა ჰედა აბა თან იქნებ ივანესაც მივაწვდინო ხმა რომ ოფიციალურად ჩემ თავს უთხრა რომ გეკუთვნის დღეს დაძინება თქო. იმიტომ რომ არსებობს თუ იქიდან რამის ვერ გავიგებ შეიძლება ესე მიყუდებულ თვალები ერთი თვალი დავასვენო მეორე გავახილო ისე ვიყო. საიდან მოდის კაცო კარგად იყავით და საიდან ამოვიდა ეხლა? აჰაი ნახეთ. ეს არისო. ესე ვარტყობი ბევრი სალაკარო არის ამოსაკიდე ამ მიებზე რო კიდევ სპეციალური ჩხირებია თუ ლურსმებია რა უჟანგავი. რაზეც იყიდება და შესაბოლად მიდის ფეჩში. და სათითაოდ რო ვაკეთებთ ხოლმე და ხან თუ ორმაგი დოზაა ხოლმე და ცოტა გადავყაროთ ხო შეიძლება ხახეთ უცნაირ შეხვეწებით ცოტა გადავყაროთ და ოთ გახარდა სათითაოდ უკეთებ კებეთ უკანა ეს კებეთ უკეთებ მავთულებს აბა მომავალ ვიდეომდე გადავშეკრებოდით ჩემო კარგები ხალამდე ჩავაგდო